თემაზე და არა მარტო ამ თემაზე ვისაუბრებ ჩვენ სტუმართან გიორგი ხატიაშვილთან ერთად მისისიპის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი გიორგი გვიხარია რომ ხარ ჩვენთან ერთად უკვე თბილისში. გიორგი ხშირად გვერდება ხოლმე სწორედ ამერიკიდან. გიორგი, პირველ რიგში რა დასკვნა გამოიტანე იქიდან რაც მოვისმინეთ და წავიკითხეთ, ხო? ამ განცხადებებიდან, იმიტომ რომ ფაქტია რომ ამ პირველი ოვალურ კაბინეტში შეხლა შემოხრის შემდგომ კაცრად კონტროლდება რომ იქ რაღაც ესეთი რამ აღარ მოხდეს ტრამპსა და ზელენსკის შორის, ხო? ასე შთაბეჭდილებას მიტოვებს. ხა წინა შეხვედრა არ იყო კარგი შეხვედრა, მაგრამ საჯარო განცხადებები არ იყო ცუდი, ანუ ესეთი დიპლომატიური იყო. ახლა რა შეიძლება ამოვიკითხოთ ამ შეხვედრიდან, რა გავიგეთ? მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. რა გავიგეთ და პირველ რიგში იმის თქმა მინდა რომ ამბობენ რომ 5%-ია შეუთანხმებელი. მაგრამ მე გამოდის ხოლმე რომ ის 5% არის გადამწყვეტი, ხო შეიძლება ხა მდინარეზე ნავიგაციას შეთანხმდნენ რომ დებლოკირება მოხდება პორტების და რაღაცა, მაგრამ ის 5%-ია მიწა მთავარი, რაც ასე ვთქვათ ჯერჯერობით მოგვარებადი ვერ არის, იმიტომ რომ ეს არის საკითხი, რომელიც ჩვენ სხვა კონფლიქტებიდანაც ვიცით, ხო, არის განუყოფელი არის კონფლიქტები, რომელიც ვერ გადაწყდება, იმიტომ რომ საკითხი, რომელზეც დავიბან, არის განუყოფელი, ხო? დონბასი ან რუსეთს უნდა დარჩეს, ან უკრაინას, ორივეს ვერ დარჩება. შესაბამისად, ეს საკითხი ყველაზე რთული იქნება გადაწყვეტის კუთხით, ხო? ჩვენ რა გავიგეთ? პირველ რიგში გავიგეთ, რომ უსაფრთხოების გარანტიები 100%-ით არის შეთანხმებული. აქაც ახლა უნდა ითქვას, რომ თუ ითქვა საჯაროდ რომ უკრაინას ნატოში არც იღებდნენ, მაგრამ არ მივიღებთ, ეს ნიშნავს რომ ამერიკა ამბობს რომ შენ თუ თავს დაგესხნებ, მე არ ვიომებ, ხო? ამის შემდეგ უკვე რა უსაფრთხოების გარანტიებზე შეიძლება იყოს საუბარი, მე ყოველთვის კითხვის ნიშნები მაქვს, ამბობენ რომ აი ევროპელები ჩვენ მივეხმარებით ევროპელებს და ევროპელები რას იზამენ, ეს ჯარის განთავსება ძალიან სათუოა. შესაბამისად ეს უსაფრთხოების გარანტიებიც რა თქმა უნდა არ იქნება ნატო რა, ანუ თუნდაც ის რომ შენ თუ თავს დაგესხნენ, შენ გამოიომ, ეგ შეიძლება ნეიტრალიტეტიც დაერქვას, მაგრამ ეგ თუ არ იქნა, ამის შემდეგ უკვე მოდის რა ჯარის განთავსება, იარაღის მიწოდება, სანქციები, არასაფრენი ზონა, ეს გამოჩნდება. ნუ არასაფრენი ზონა სხვა შორის პრაქტიკულად ომში ჩართვას ნიშნავს, იმიტომ რომ არასაფრენი ზონა ესე ხორცხადება. ხო, ეს არის რუსული თვითმფრინავება. ამიტომაც აქამდე და დღემდე ვერ არ განხორციელებულა. შესაბამისად, მე მაქვს კითხვები უსაფრთხოების გარანტიებზე, იმიტომ რომ რამდენადაც ეს ამბავი ჟღერდეს, როგორც ის ევროპული ჯარის განთავსება ჟღერს, მაგრამ მე ხო უბრალოდ უნდა ჩავხედოთ ევროპული ჯარების სახმელეთო ჯარების რაოდენობა. თავის პიკში ვაგნერს მე მგონი ბრიტანეთის სახმელეთო ჯარებზე მეტი ჯარისკაცი ყავდა პრიგოჟინს თავის დროზე, ხო? ანუ ვის გააგზავნიან რამდენს და რა ხდება, როცა პირველი ევროპელი ჯარისკაცი დაიღუპება რუსული დრონით, მერე რა ხდება? ხო, ეს ხო უნდა ნატო მოქმედებს, არა მოქმედება მეხუთე მუხლი, ამიტომ ეს უსაფრთხოების გარანტიები ძალიან ეფემერულია, მე თუ მკითხავ. ხო, თუმცა აი ზელენსკიმ თქვა რომ 100% შეთანხმებული ეს მისთვის საკვანძო საკითხი იქნება. ანუ რაღაცა ჩარჩო მაინც არის, რაც ამ ეტაპზე უკრაინელებისთვის მისაღებად ჩანს აშკარად, ხო? კი, ალბათ, ან იცით როგორ რეალობის აღიარება ხა ნატოში თუ არ გიღებენ და შენ გამო არავინ არ იომებს, ეს უკვე ჩანს და ეს უკვე იცის და 3 წელი გამოჩნდა. შემდეგ რჩება თუ ეს არ გამოდის, რა არის ამის მიღმა მაქსიმალისტური. და შეიძლება ამ ჩარჩო და ამ ასე ვთქვათ იდეაში შეიძლება უკვე ჩანს რაღაცა, რაც მისთვის და უკრაინელებისთვის მისაღებია, როგორც ასევე მეორე საკითხი რომ შემოვიტანოთ დონბასის საკითხი. ასე ვთქვათ, გვაქვს პოზიციის მოდიფიკაცია. ნუ ალბათ იმ იმედით რომ რუსეთი ამაზე უარს იტყვის, მაგრამ ამბობს რომ ჩვენ ესე ვერ გამოვალთ, მოი ჩავატაროთ რეფერენდუმი. რეფერენდუმი მას ასევე მეორე მიზნითაც სჭირდება. შეუძლებელია უკრაინის პრეზიდენტმა ესე უცებ ტერიტორია დათმოს. ეს მარტო იმიტომ კი არა რომ ხან ვთქვათ დემოკრატია და რუსეთშიც ეხა ხვალ რომ მოვიდეს ვიღაცა პრეზიდენტი თქვას რომ ყირიმს უკან ვაბრუნებთ, აუცილებლად მოხდება რევოლუცია. აუცილებლად, ანუ ის რომ ავტორიტარულ სახელმწიფოებშიც კი შეიძლება არჩევნები არ ტარდება, მაგრამ ხალხს რაღაცა რევოლუციის ეფექტით გავლენა შეუძლია მოახდინოს. ამიტომ ზელენსკი სჭირდება, ასე ვთქვათ, შიდა ლეგიტიმაცია და ასე ვთქვათ, ლოცვა კურთხევა ამ საკითხის განხორციელებაზე, თუ როდისმე ეს საკითხი განხორციელდა და მე ესეც ჩემთვისაც ძალიან სათუოა. ეხლა რომ იქ თავისუფალი ეკონომიკური ზონა შეიქმნას და დემილიტარიზაცია ანუ უკრაინა გავა რუსეთი არ შემოვა, მაგრამ თან ზელენსკი ამბობს რომ რუსეთიც უნდა გავიდეს, რაღაცა იქ 20 კილომეტრით დაიხიოს, ეს დემილიტარიზებულ ზონას ვინ დაიცავს? იმიტომ კორეაში მაგალითად
ნუ ამერიკელებისგანან, მაგრამ იქ არის ნაღმები და იქით ერთი კორია დგას, მეორე კორია და ნუ ამერიკელებიც. აქ ახლა შუაში ვინ ჩადგება? ევროპელები, რუსეთი არ დათანხმდება ამას. ნუ დარჩება მე თუ გაერო და არ ვიცი ახლა ინდოეთი და ინდონეზია თუ გამოაგზავნიან ჯარებს, არ ვიცი. შესაბამისად ეგეც ურთულესი საკითხია. ამას ერთად არის მრავალი სხვა საკითხი, ხო, რომელიც უკავშირდება უკრაინის ეკონომიკის აღდგენას და ზოგადად უკრაინის აღდგენას. ასევე ძალიან საინტერესო ჩანაწერი გაჩნდა, რომ უკრაინა დათქმულ დროს უნდა გაწევრიანდეს ევროკავშირში და ამ საკითხში მიეხმარება მას დონალდ ტრამპი, ანუ უნგრეთს მარტივად, ანუ ეს იგულისხმება, რომ უნგრეთს დაარწმუნებს. ეს საკითხები არის თუ ეხლა ობიექტურად რო თქვა, ამ მოცემულობიდან თუ ამოვართ, რაც არის შექმნილი, ხო? იგივე ფრონტის ხაზი რა მოცემულობაც არის შექმნილი და პოლიტიკურად ვითარებაც არის შექმნილი. არსებობს რაღაცა ტიპის თუ გარანტიებს მიიღებს უკრაინა, რაღაცა ტიპის სივრცე, სადაც შეიძლება რომ თუნდაც ამ ტერიტორიების სანაცვლოდ გაჩერდეს და დაიწყოს თავის ქვეყნის აღორძინება, იმიტომ რომ ეს ომიც ხომ დამთავრდეს, ხო? ეხლა რაც შეეხება ესეთ რა ქვია, შეთანხმებაში გაწერა, რომ ფიქსირებული თარიღი, როცა ჩვენ უკრაინას მივიღებთ და ნუ ეს ამერიკის დახმარება. აქ ასევე მე თქვენს ნებართვით სკეპტიციზმს შემოვიდან რუსეთის 210 მილიარდის არ იყოს, რომ ბელგიას რო ეტენებოდა და საქმეზე რომ მივიდა იქ რამდენ როგორც ბელგიის პრემიერ-მინისტრად თქვა, რომ ყველა სახელმწიფო რომელიც ჩუმად იყო და სკანდინავია და ბალტიისპირეთის არ იყოს, თურმე ჩვენ მხარეს იდგაო. საქმეზე რომ მივიდეს იქ მარტო უნგრეთი არ იქნება. მე ვერ წარმომიდგენია, რომ ხვალ ეხა ჰოლანდიის მთავრობა სერიოზულად ხმას მისცემს, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდეს. აქ მრავალი საკითხის შემოტანა შეიძლება. ყველაზე იოლი ის არის, რომ უკრაინას ქაღალდზე მინიმუმ 40-50-35 მილიონი მოსახლეობა ყავს, ტერიტორია ის სრულიად ცვლის ევროპარლამენტის შემადგენლობას, ხმის მიცემის პროცედურებს, გერმანია საფრანგეთის დომინაციას, ხმის მიცემას, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ გინდა გაწერე, გინდა ნუ გაწერა. უკრაინის ასე ვთქვათ, დე იურე ევროკავშირში მიღება არის ურთულესი პროცესი და ეს მარტო ხა უნგრეთს ნუ დავაბრალეთ. საქმეზე რომ მიდგება, როგორც რუსეთის 210 მილიარდის არ იყოს, იქ უამრავი სახელმწიფო, რომელიც დღეს ჩუმად არის, იმიტომ რომ ფიცოს და ორბანის იმედი აქვს, მაგრამ საქმეზე რომ მიდგება, არ ამგონია ხა ხმა მისცენ. ეს ერთი. მეორე ევროკავშირში მიღება როგორც უსაფრთხოების გარანტია ლამაზად ჟღერს, მაგრამ ხა იმის დაშვება, რომ რახან ევროკავშირის წევრი ვარ, რუსეთი არ დამესხმება, ეს ამაზე არ იყო ალბათ მიმორი უსაფრთხოების ნაწილზე, უფრო ეკონომიკური. ხო, ეკონომიკური განვითარებაზე იყო დაკავშირებული. ჩვენ როგორც ვიცით, რა ვიცი, გაზეთებში ესე იწერება, რომ 2022 წლის სტამბულის მოლაპარაკებების დროსაც კი რუსეთი არ იყო წინააღმდეგი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების. შეიძლება რუსეთს ამაზე ნუ ვეტო არ აქვს, შეიძლება პრობლემა არ ვიცი, აქვს თუ არ შეიძლება, არც აქვს, იმიტომ რომ უკრაინას აღდგენა ჭირდება და თავის თქვათ ლოგიკა შეიძლება არის რომ მოდი დავამძიმებ ევროკავშირს ახლა მილიარდობით დოლარის ინვესტიცია მოუწევს ეს მილიარდებზე კიდე ისიც თქვათ ეს 210 ყადაღებული 210 მილიარდი ხო ალბათ რუსები ეს წინა შეთანხმებიდან გამოჩნდა რომ თავაზობენ ამერიკელებს რომ და ეს მე იმითანაც გამოჩნდა რომ ამერიკელები კატეგორიული წინააღმდეგები არიან რომ ეს 210 მილიარდი ევროკავშირმა მოიღოს ლუქსემბურგის და ბელგიის საიფებიდან რატო ეტყობა რუსეთი ეუბნება რომ ნუ ამ ფულს ჩვენ ვერასოდეს ვერცის ვერ ნახავთ მოდი გავიყოთ რაღაცა უკრაინის ინვესტიციებში წავიდეს რაღაცა თქვენ მოგებაში რაღაცა საერთო ბიზნესებში საბოლოოდ რაღაცა მოდელზე შეთანხმდნენ უკრაინის დახმარებას ხო ანუ ეს ფული გამოჩნდა მაინც ახლა არა 210 მაგრამ ეს ფული ევროპელებმა გამოაჩინეს და მიმართეს უკრაინისაკენ, ოღონდ ამ 210-ის გამოყენებაც იქ გათვალისწინებული არის სადღაც რაღაც დროს. ნუ საინტერესო მოდელი აღმოჩნდა, ხო, ძალიან უხაროდოთ ევროპელებს, რომ მაინც მიაღწიეს ამას შეთანხმებას, იმიტომ რომ დიდ სისუსტედ გამოჩნდებოდა მათთვის, რომ ამ საკითხზეც კი მათ ვერ მოეხერხებინათ რაღაცა კონსოლიდირება. ხო, ესეც უნდა ითქვას, ეს რა ხდება ევროპაში ამ კუთხით, რომ ფული ჰაერიდან არ მოდის, ხო? უკრაინის დახმარება თუ რუსეთის 210 მილიარდს ხელს არ ახლებ, უნდა მოხდეს რამდენიმე გზით, ხო? ერთი არის საკუთარ მოსახლეობაზე გადასახადების გაზრდა, მეორე არის არსებული ხარჯების ოპტიმიზაცია, ანუ რაღაცის შეკვეცა და ამის ხარჯი უკრაინისთვის ამ ფულის მიცემა, ან მესამე ვალის აღება. არც ერთი რო პოპულარული არ არის და მეორე ფისკალურად ახლა ნუ გერმანიას თუ არ ჩავთვლით, ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანას სერიოზული საბიუჯეტო კრიზისია. ეს ურთულესი პრობლემაა. ამიტომ არის რომ და რაც ალბათ ახლა მე რუსების აზრებს ვერ ვკითხულობ, მაგრამ ეს არის რუსების გათვლა, რაც დრო მოიმატებს და რაც დრო უფრო გავა უკრაინის ეკონომიკური დახმარების საკითხი სულ უფრო და უფრო პოლიტიკურად მძიმე იქნება ევროპული სახელმწიფოებისთვის, როგორც სამხედრო, ხო? არ ვიცი ეს გათვლა იყო თუ არა 2022 წლის თებერვალში, როდესაც სპეციალური სამხედრო ოპერაცია დაიწყო, მაგრამ ხო ხედავთ და ფაქტია, რომ რაც დრო გადის დაპირებულ დახმარებასაც კი ძლივს აძლევენ, არა თუ ახლა ლიმიტების გაზრდაზე და იმ ორჯერ და სამჯერ მეტის მიცემა, რომ ახლა კონჩეტება დაიწყონ. ანუ ეს არის რთული საკითხი.
ხო. ამასთან ერთად აი ეს დინამიკა რაც არის შემოსული ხო რუსეთისა და ამერიკის ურთიერთობებში ეს ახალი დინამიკა ამერიკის გაცხადებული ამოცანა რომ მათ სჭირდებათ ახალი ბალანსის პოვნა. ამასთან ერთად ეს ბალანსი მას ამერიკელებს სჭირდებათ აშკარად რომ იპოვონ იმ კუთხითაც რომ ამ ომის დასრულება სადაც პუტინი უბრალოდ გამარჯვებული გამოვიდა, არც ტრამპისთვის არ არის წმინდა ელექტორალურადაც კი მისაღები. ხო, ჩვენ ნახულობთ მაგალითად სხვადასხვა კვლევას, რომელიც აჩვენებს, რომ იგივე მისი ამორჩეველი რა განწყობით არის უკრაინა რუსეთის მიმართ, ხო? ამ ნაწილს რა მნიშვნელობა აქვს? იმიტომ რომ ტრამპი აი მარტო მისი კონკრეტული ინტერესი და განწყობა რომ იყოს, აი მარტო იმ ოვალური კაბინეტის ამბის მერე დაამთავრებდა ამ ამბავს. ხო, ფაქტია რომ მას უწევს საკუთარი პოზიციებიდან მათ შორის რაღაც ადაპტირება, უკან დახევა, მიბრუნება ამ საკითხთან. ანუ ასე მარტივად არ გამოდის ამ უკრაინის მიტოვება. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ აქ ინსტიტუციური აქვს ხო ამერიკას უკრაინასთან ჯერ ერთი ამერიკაში ინსტიტუციური მემკვიდრეობა, ეხლა ამას ჩვენ deep state-ს დავარქმევთ თუ უბრალოდ ბიუროკრატიულ მემკვიდრეობას თუ იმას რომ ორასტოლოვანი ინსტიტუციური მემკვიდრეობის ქვეყანა, ხო ეხლა ეგრე არ არის, რომ ერთი პრეზიდენტი ის არ არის ეხლა მე-18 საუკუნე რომ ეხლა რუსეთში ახალი ხელმწიფე მოვიდა და ფრიდრიხს დაუზავდა, ეგრე არ ხდება, ხო? და მეორე მართლა ეხლა ისე ძალიან ისე რეალპოლიტიკურად ვთქვათ, რა აკლდება ეხლა ამერიკის შეერთებულ შტატებს თუ ეს ომი გაგრძელდება? ეს პირდაპირ ამბობს, ხო, რა აკლდება? არაფერი. ამბობს, რომ მე მინდა რომ ეს ომი დავასრულო, მაგრამ თუ არ დასრულდა, ნუ ხალხი დაიხოცება, ეხლა მეორე ნაწილს არ ამბობს, რომ ეხლა ჩვენი იარაღის მიღწევას გავაგრძელოთ და ასე შემდეგ. შესაბამისად, ეხლა რა თქმა უნდა და რაც არ უნდა იძახონ, რომ ეხლა დონალდ ტრამპი იმპერატორია და ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტა, არსებობს იქ ეხლა ინერცია, ბიუროკრატიული ინერცია და რაღაც საკითხები, ხო, რომელიც ესე 180 გრადუსით ვერ შემოატრიალებს. პროტესტანტის დემოკრატულად არჩეული ლიდერია, რომელიც აგერ არჩევნების ემზადება კიდე, რომელიც და რას ხედავთ? ხო, რას ხედავთ? ჩვენ ახლა დაახლოებით რამდენი ხანი გავიდა, რაც ეს კაც პრეზიდენტია წელიწად, ხო. არც ერთი სანქცია რუსეთზე არ მოხსნილა. უკრაინის ესე თქვა მატერიალური დამხმარება კი ბატონო შემცირდა, მაგრამ ეს უკვე ბაიდენის ბოლო პერიოდში 6 თვე მძევალი იყო უკრაინის დახმარება და უკვე ჩანდა რომ უკრაინის დახმარება ეს ბოლო პაკეტი იყო რომელიც გადარჩა. იარაღის მიწოდება სხვა გზით, მაგრამ მიმდინარეობს, არის რომ ევროპელებმა ჩემგან იყიდონ. ანუ რაღაცა ჩვენ ხედავთ მოდიფიკაციებს, მაგრამ ასე ხედავთ პოლიტიკის გაგრძელებას. მოლოდინები რო ყირიმს აღიარებენ, ლუგანსკს აღიარებენ, ჯერჯერობით არ გამართლა. ეხლა ჩვენ არ ვიცით ეხლა იქ უიტკოფი დიმიტრიევის მოლაპარაკებები რა და როგორ მოიცავს, მაგრამ ჯერჯერობით ეს არ გამართლებულა. შესაბამისად, ჩვენ ხედავთ, რომ არის ინერცია, არის ბაიდენის პოლიტიკის გაგრძელება რაღაც საკითხებში, არის რაღაცა სახეცვლილება. ეს ესეც ხდება. მაგრამ ესეთი რადიკალური და ეს იმიტომაც არის, რომ ხა საგარეო პოლიტიკა მარტო იმით პიროვნებებით ხო არ გაინსაზღვრება, ხა ქვეყანას რაღაცა მიმართებები აქვს ამ საგარეო პოლიტიკაში და პიროვნული ფაქტორი ხა ყველაფერს ვერ გადააჭარბებს, როგორ და შესაბამისად არის რაღაც მოცემულობა, რომელიც მათთვის ძალიან ამერიკელებს ძალიან დამაზიანებელი იქნება. იგივე აი ჩინეთის გათვალისწინებით, ეხლა თუ რუსეთი გამოვიდა ამ პროცესიდან გამარჯვებული იმ ფორმით, როგორც შეიძლება, ნუ მათ შორის რუსეთში კი არ გაყიდეს ასე საერთაშორისო მოძეც ასე შეფასდა, ეს მძიმე შედეგების მომტანი იქნება, ხო? ბევრ გამსოფლიოში. უკვე მძიმე შედეგის მომტანია ის მოცემულობა, რაც არის. 2022 წელს შეცვალა მსოფლიო, იმიტომ რომ ამას შექმნა პრეცედენტი, მნიშვნელოვანი პრეცედენტი, რომელიც ნუ ასე მარტივად ვეღარ შემოტრიალდება, ხო? ხო და ამ კაცს ახლა ამერიკის პრეზიდენტის გადმოსახედიდან უნდა თქვას, რომ მე ომი დავასრულე და ესე მის ამორჩევლში ის ალბათ ისევე როგორც ის 8 ომი დაასრულა, ეს მე-9 ომით ეს რა თქმა უნდა დემოკრატები იტყვიან რომ თქვა ზედმეტი დაუთმო, მაგრამ მას სურს ასე თქვა ესე ყაიმზე დასრულება, რომ უკრაინაც იტყვის რომ უკრაინა გადარჩა სუვერენულია, რუსეთმა ვერ დაიკავა მთელი ტერიტორია და ნუ რუსეთმაც რაღაც აიღო, მაგრამ ვერ მოიგო ომი უკრაინაზე. ანუ ყაიმი და მე ეს ომი დავასრულე. ესე ის შეეცდება თუ ამ ეტაპისთვის ყველაზე უფრო რეალისტურად ეს ასე დასრულება გამოდის. ეხლა შიდა აუდიტორიაზე რა თქმა უნდა რუსეთი თავს გამარჯვებულად გამოაცხადებს. ეხლა უკრაინა გამარჯვებულად გამოაცხადებს თორე, მაგრამ იტყვის რომ ნუ აი ხო ჩაფიქრებული იყო რომ 3 დღეში კიევს აიღებდნენ და 4 წელი უკვე და თუ არ ვწდები იანვარში თუ არ ვიცი ზუსტად როდის დიდ სამამულო ომს გაუსწრებს ეს ომი, ხო? უკვე ისე მაგდენხანში ბერლინში იყვნენ რუსი ჯარისკაცები და ახლა იმაში ვერ შედიან. ხო, ნუ ახლა ბევრი რამე შეიცვალა, ახლა ფრონტის განლაგება
ამდენი მილიონი კაცი ფიზიკურად არ ახავს. ესეც ხა ისე ლირიული გადახვევა, მაგრამ ერთი თავარი მიზეზი ომს რატომაც არ ეძახიან, ის არის რომ მას მართლა არ სურს მობილიზაციის გამოცხადება. რაც კიდევ ერთი მარტივია, რომ ავტორიტარულ სახელმწიფოსაც აქვს თავისი ლიმიტები, კი, შეიძლება დემოკრატია აგრძალა და უკვე WhatsApp-ს გზალავენ, მაგრამ იცის რომ მობილიზაციის გამოცხადება, იმიტომ ის ნაწილობრივი მობილიზაცია ძალიან ძვირად დაუჯდა. იცის რომ ეს ძალიან ძვირად დაუჯდება, იმიტომ რომ რუსი ხალხი შეიძლება ამ ომს არ ეწინააღმდეგება, ზოგი ემხრობა, ზოგი, მაგრამ მობილიზაციას უკვე ეს მისთვის პოლიტიკურად ძალიან სახიფათოა მობილიზაციის გამოცხადება. ამას ერიდება აშკარად, ხო? ამიტომაც ხდება სპეციალური სამხედრო ოპერაცია რუსეთის გადმოსახედიდან ამ ომს. ძალიან ირონიულია რომ მეოთხე წელსაც რომ ამას ეძახიან ნამდვილად, მაგრამ მოდი რუსეთის გადმოსახედიდანაც რომ შევხედოთ ახლა ამ პერსპექტივას, იმიტომ რომ ომის დამთავრება ამ შემთხვევაში გულისხმობს მათ შორის ამ მობილიზებული 100,000-ობით ადამიანის უკან დაბრუნებას. და ამ ყველაფერს სჭირდება ფული და ამ ყველაფერს სჭირდება თან პოლიტიკური. ახლა ერთია რომ რას დაარქმენ გამარჯვებას, რომ დონბასი ავიღეთ, ამას გავიგეთ, რომ შეიძლება გამარჯვება დაარქვან, მაგრამ მეორე მხრივ ამოცანა დასმული იყო ძალიან ნათლად. ამოცანა იყო უკრაინის სახელმწიფოს ეგრეთ წოდებული დენაციფიკაცია, რაც ნიშნავდა მისი ეროვნული იდენტობისგან დაცლას, დემილიტარიზაცია, ხო? ძალიან ნათელი ამოცანა იყო 21 ფებრუარს რაც დაიწყო და ეს ამოცანები არც შესრულებული არ არის. ეს ყველაფერი არის ისეთ დონეზე, როგორც წარმოუდგენელი იყო აქამდე. უკრაინა არის კბილებამდე შეარაღებული და ძალიან მკვეთრად ანტირუსული სახელმწიფო. ამიტომაც მგონია, რომ სამშვიდობო შეთანხმება 5%-ს დავარქვათ 35-ს, ის 5% მე აუცილებლად მოლაპარაკებას მოუბრუნდება, იმიტომ რომ ხო ლავროვი არასდროს არ მალავს, რომ კი ტერიტორიები და მე დაიწყება რომ რუსული ენა, მე იწყება ეკლესიის საკითხი და ეს საკითხები ისე არ ჩანს, იმიტომ რომ ყველას გონია რომ ტერიტორია არის, მაგრამ იმიტომ რომ გონიათ რომ თქვათ ის ჩანაწერი რომ უკრაინა აიღებს ვალდებულებას ევროპის ენათა კონვენციის დაცვის, ეს რუსებს დააკმაყოფილებს, მე არ ვიცი დააკმაყოფილებს თუ არა, დენაციფიკაციაც ხო აი რაღაცა ჩანაწერი რომ ორივე სახელმწიფო ვალდებულებას იღებს საგანმანათლებლო პროგრამებში ზისხი და ამოიღოს და ტოლერანტობა დანერგოს. ეს ახლა რამდენად დააკმაყოფილებს? შეიძლება რეალობის აღიარება რომ ეს არ გამოდის და რაც წავიღე, დანარჩენში რაც იქნება და ეს ჩანაწერს დავჯერდეთ, მაგრამ რეალურად კი ბატონო 2022 წლის 24 იყო, ხო? 20 თებერვალში რა იყო? ეს იყო რეალურად ხო რომ გავანალიზოთ 170,000 კაცით ახლა რუსეთის გენშტაბში ახლა სულელები არზიან ამხელა სახელმწიფოს ვერ დაიპყრობ. ეს იყო გათვლა რომ სახელმწიფო გადატრიალება კიევში, პირობითი მედვედჩუკის დასმა, რომელიც მინიმუმ დონბას და ლუგანსკს აღიარებს და ყირიმს აღიარებს და ქვეყნის შიგნით რაც ასევე ის არ მალავდა და 12 გვერდიანი ისტორიული ოპუსი აქვს ხო დაწერილი რომ მიმდინარეობს ანტირუსეთის შექმნა უკრაინის ტერიტორიაზე ხო ხალხს რომელიც ჩვენი იმპერიის ნაწილი იყო თანაზიარი და ერთი ხალხი ვართ ეს არ მალავს ცნობიერებას უწამლავენ და ეგრეთ წოდებული გალიცია ყველაფერს ესე იგი ეპატრონება რომ ალბათ ამისი ახლა მედვედჩუკს დაევალებოდა ამის შეზღუდვა იქ გმირების დენაციფიკაციაში ეს იგულისხმება. ხო რა თქმა უნდა ეს იგულისხმებოდა რომ ასე ვთქვათ უკრაინის ესეთი პრორუსული ბელარუსიზაცია უნდა ამგაგებით. ხო ჩვენ ქვეყანაში ბელარუსიზაცია სხვა რამეს ვეძახთ, მაგრამ მაგაგებით რა ბელარუსში მაგალითად სახელმწიფო ენა ბელარუსული უფრო ნაკლებად ელაპარაკობს ვიდრე რუსული. ხო ხა ხელოვნურ სუნთქვაზეა ბელარუსული ბელარუსში სამწუხაროდ ხო ხა იქ რა თქმა რაღაცა ტელევიზიები და ფეხბურთიც მიყავს ბელარუსულად, მაგრამ აი ესე ასე ვთქვათ ხო ყოფაში მე მგონი მაინც არ იყენებენ. ხო და ეგ იყო ამოცანა ეგეთი მოდელი შექმნა აშკარად, მაგრამ არ მგონია გამოვიდეს უკრაინისგან რომ ამ ომმა დაადასტურა რომ აქამდე ვერ მივლენ აშკარად. ხო აქამდე ვერ მივლენ, არ გამართდა ის სახელმწიფო რაღაც არ შედგა სახელმწიფო გადატრიალება 175-იანი 1000-იანი корпуსი მეც არ ეყოფოდა ეს არ ვიცი ხა რა ესმოდათ, მაგრამ ფაქტია ხა ომს უიწყებ 200,000 კაცით, იქ გათვლა არის რომ 1-2 კვირა და რა ვიცი წინააღმდება შეწყდება კიევში შევალ რაღაცა. ეს არ გამოვიდა და დაიწყო ომი. შენ სწორედ აღნიშნე, ეხა ეს სამხედრო მანქანა მოკოქილია, ხო? ავად კარგად 30 მეტრი უჯდებათ, მაგრამ ის ეკონომიკაც გადააწყობილია სამხედრო ყაიდაზე. ამის ყველაფრის გაჩერება, როცა ეკონომიკა სამხედრო ხელოვნურ სუნთქვაზეა გადაყვანილი, ურთულესი პროცესია, ეს დემობილიზირებული, გამწარებული ხალხი, ხო ეს 17 წელს მეტი კი არაფერი არ მოხდა ამ გაგებით. დემობილიზებული ხალხმა მოაწყო იზუბედურება რუსეთში. ხო, იარაღით დემობილიზ ხა ის იარაღს ჩააბარებენ, არ ჩააბარებენ, ამდენი მილიონი ვეტერანი და ეს სახელმწიფო ფულს ხარჯავს და ეს ფული
ფულის ხარჯოს. ამიტომ ერთი არის ხო ომის დაწყებაც კატასტროფა იყო, მაგრამ ამ სამხედრო მანქანის ასე იოლად გაჩერებაც არ ამგონია ესე თქვათ ეს იოლის საქმე იყოს ხა რუსეთისთვის. ომი დამთავრდა, მშვიდობის გეშინოდეთ, მან დადგება აუცილებლად ეგ საკითხი, რომ ფულის დაჭირდება ძალიან ბევრი, მისათვის რომ ეს ბევრი ხანძარი ჩააქროს ხო ფუტის. ამას ერთად მოდი მინდა რომ შევეხოთ მაინც ევროპის ნაწილსაც განსაკუთრებით, იმ რომ ევროპისათვის ეს თემა ევროპა ხვდება რომ მათი უსაფრთხოების შესახებ არის სინამდვილეში ახლა საუბარი, ხო? და ამიტომ გამოცოცხლდნენ მათ შორის. და ნუ ამბობენ რომ აი იწყება ევროპის სამხედრო ინდუსტრიული კომპლექსის აღორძინება და ბევრი ფულის დახარჯვა ამ მიმართულებით. და რაღაც რაბიჯები ნამდვილად იდგმება, ხო? იგივე გერმანიაში, იგივე სხვაგან. მაგრამ როგორ აფასებ მაინც რა ეტაპზე არის ახლა ეს ყველაფერი და რამდენად რეალისტურად აღიქვამენ საფრთხებს? აქ არის ორი საკითხი. პირველი ეკონომიკური შესაძლებლობები, მეორე დაპირებები, რომ აი 5%-ამდე გავსდით. ხო, ეგეთ დიდად სათუა ის ქვეყნებიც კი, რომელიც ამბობენ რომ GDP-ის 5%-იანი შიდა პროდუქტის 5%-ზე გავსდით სამხედრო ხარჯებს, ისიც სათუა რომ ეს ქვეყნები იზამენ და მეორეა რიტორიკა და რეალობა. ეს გარდა მგონი ყველამ გაზარდა რა? ესპანეთი უბრალოდ არ მალავს რო არ გაზდის. მე მგონია რომ სხვა უბრალოდ მე საფრანგეთს მე რამე მთავრობა დაემხრო რომ ბიუჯეტს ვერ იღებენ. ახლა იქ მე არ ვიცი შეძლებენ თუ არა ეგენი გაზდას. ხო, პარიტეტზეც იყო ლაპარაკი. ხო, მაგრამ მეორეა რიტორიკის და რეალობის თანხვედრა. რომ კი ბატონო, რუსეთი საფრთხეა ევროპისთვის, მაგრამ ისიც თქვა რომ ბალტიისპირეთე როგორც ერთხელ უკვე თქვი რომ ფინეთის და პოლონეთის მომრევი კბილიც არ აქვს დღეს რუსეთს. და ეხლა ამის გაყიდვა საკუთარ მოსახლეობაში საფრანგეთში რომ რუსეთი თავს დაგვესხმება, ახლა შეიძლება ვიღაცამ დაიჯეროს, მაგრამ ხანდახან ცოტა არასერიოზულია, იმიტომ რომ რუსეთ-ევროპის ომი ღმერთმა დაგვიფოროს ვერ იქნება კონვენციური სახმელეთო ომი მარტივი მიზეზის გამო რუსეთს არ აქვს დღეს და ალბათ 10 წელიწადში ევროპის ევროპას სერიოზულად ეხა ფრონტალური ომი გამოუცხადოს. ეს იქნება ბირთვული ომი, ხო? და ეს ნუ ბირთვული ომი ეხა რუსეთს ეხა ევროპას საფრანგეთს და ინგლისს აქვს ბირთვული არაღი. ხო და რიტორიკის და ეს სხვათა შორის იქ ტულსი გაბარდის და ევროპელების დაპირისპირებაში იყო რომ ხა ტულსი გაბარდმა დაწერა რომ ის ევროპის deep state-ი ცდილობს დონალდ ტრამპის ასე ვთქვათ გაშავებას და ომში ჩაბმას და ასე შემდეგ და არა და რუსეთ-უკრაინის მორევის თავი არ აქვს არათუ ევროპაზე თავდასხმის. რაც ერთი სხვა ესეც სწორია, რა თქმა უნდა, ვიცით რომ დონბასის 3 და 4 სოფლის აღება რუსეთს რა ძალისხმევა უჯდება და დღეს სერიოზულად თქვა რომ ბალტიისპირეთის მიღმა რომელიც მართლა პატარა სახელმწიფოებია რომ ხა პოლონეთს და ფინეთსაც არათუ დაესხმება რამე სამხედრო ვთქვათ უპირატესობას მიაღწევს ძალიან რთულია. მეორე სხვა ისიც არის რომ 10 წელიწადში ახლა ხო რუსეთმა თუ გააგრძელა შეიძლება მოსულობა მეორე მხრივ რომ ამ თვეს ევროპის ტერიტორიაზე ორი ყველაზე ძლიერი არმია ეს არის რუსეთისა და უკრაინის არმია. ეს არის ომში გამოცდილი, ხო, კონკრეტული გამოცდილება და სანგარში ნაომარი არმია, აბა ხო თქვი არ უსურვეთ ნახევარ გერმანულ არმიას აბა. და დღის მონაცემებით გერმანიის არმია აქ ომამდე ნატოს წვრთნებში ვეღარ იღებდა მონაწილეობას, იმიტომ რომ ვეღარ ქოქავდნენ უბრალოდ რაც ქონდათ იმათ. და ესე ქაღალზე არ ვიცი ხო 75000 ყავს ბრიტანეთს სახმელეთო ჯარები ყავდა ეხლა შეიძლება გაზარდეს და თუ არ ვწდები ვაგნერს პრიგოჟინს პიკში თავისი სამხედრო ასე ვთქვათ ზენიტის მე 80 და 100000 კაცი ყავდა ხო ბახმუტის და ამ ტერიტორიების აღების დროს ხო სერიოზული სამხედრო პრობლემა არის რუსეთის საფრთხე თუ არა და ეს ჩვენ ტრაპარატურად და შაბლონურად გვესმის რომ ევროპამ უნდა გამოიღვიძოს იმიტომ რომ ხო გამოჩნდა რომ არა მარტო რუსეთია საფრთხე დღესაც არ ველოდით, არ ელოდნენ, მაგრამ ნუ ამერიკელებმა გამოაცხადეს, რომ არ დაგიცავთ, ეხა ესე არ უთქვიათ, მაგრამ თქოს, რომ თქვენ თავს უფრო უნდა მიხედოთ, მეტი გადაიხადოთ, თორე არ დაგიცავთ და აგე მე ხა ჩინეთს უნდა მივხედო და სხვა სახელმწიფოებს და ასე იოლად ეს საქმე არ გავა. ხო, ანუ იცვლება და შესაბამისად მათაც უნდა კონდეთ ამასთან ადაპტირების შოკის მომგვრელი იყო ბევრისთვის შეიძლება ევროპაში, მაგრამ იმიტომ რომ ეხა ეგეც ხო რეალობაა, ამერიკის წილი მსოფლიო GDP-ში ისე აღარ არის ის რაც იყო თქვა 90 წელს, ამერიკას აქვს 30 თუ მეტი ტრილიონი დოლარი ვალი რაც ცალკე პრობლემაა და ნუ საბიუჯეტო პრობლემა და ეხა ის სამხედრო ხარჯები და ჩინეთი აქეთ და ევროპა აქეთ შესაბამისად უკვე უჭირს ხო ერთი სხვა ეხა ისეც არ უჭირს როგორც ეხა თვითონ ამბობენ რომ აი თუ არ გადაიხდით არ დაგიცავთ და აღარ შეგვიძლია მაგრამ რეალობას უნდა გაუსწოროთ თვალი და ევროპამაც უნდა გაუსწოროს რომ ეგრე არ არის რომ ეხა მარტო ამერიკელების დასაცავი უნდა იყოს ევროპა და ერთ ბოლო საკითხზე მინდა რომ ვისაუბროთ ამერიკაზე რადგან ვსაუბრობთ ჩვენ ხშირად ლაპარაკობთ ხოლმე შიდა პოლიტიკაზე და ამერიკაში ხა კი ბევრს ლაპარაკობენ იმაზე ტრამპი რომ ავტორიტარიზმისკენ მიდის თურმე და რაღაც ასეთ შენ ამას არ ამოფხოლენ მაგრამ ინერციით მაინც მუშაობს დემოკრატიული ინსტიტუტები მაგრამ ინერციით რა აგერ არჩევნები მოდის ახლა რომელზეც აშკარად თვითონვე თქვა რომ ეს მაინც გამარჯვებაში დარწმუნებული არ არის
აი Wall Street Journal-ს რო ელაპარაკებდა და იქ უკვე მიზეზების მოყვანა დაიწყო, რატო შეიძლება რომ ხალხმა აი ჯერო ის მოდესტვის ფული რაც მე მოვიზიდეო ბოლომდე ვერ გაიწოვს ეკონომიკაში და ამიტომ შეიძლება წავაგოთ. მაგრამ თავისთავად რა ეტაპზე არის ახლა ამერიკული შიდა პოლიტიკური დისკუსია და სად არიან ახლა? ხო, სად არიან ახლა? ავტორიტარიზმისკენ გადახრა ხა ამერიკისთვის კი არა, ხო, ბევრი ქვეყნისთვის უჩვეულოა. ხო, შეიძლება კომიკური ფაქტია, მაგრამ ის რომ ახლა კენედის ცენტრს სახელს გადაარქმევ, შენ მიერ დანიშნული სამეურნეო საბჭო და ტრამპ კენედის ცოცხალი პრეზიდენტის სახელს დაარქმევ ფილარმონიას, ხო? ეს არ არის რა, ჯერ ლამაზი არ არის და მეორე ახლა ისე უფრო ახლა ჩვენი რეგიონში მაცხოვრებელ ხალხისთვის ეს ხა უცხო არ არის, ხო? ესეთი პიროვნების კულტი, მაგრამ ამერიკისთვის ეს მაინც უცხო, ასეთი მოქმედი და ცოცხალი პრეზიდენტის ასეთი პიროვნების კულტი ნამდვილად ამერიკელებისთვის თვითონ რესპუბლიკურ პარტიაშიც კულტის ფორმებზეა, თორე არანაკლებ კულტი იყო ობამას თავის დროს, მაგრამ გეთახმები ხო ეს რაღაც კიდე სხვა ფორმა. ხა რეიგანიც კი მე მგონი რომ წავიდა მე გააწმინდანეს ასე თქვა ხა პრეზიდენტობაში ხა რაღაცა სახელები. ხო ეს ერთი პიროვნების კულტი ნამდვილად არის. ხა რამდენად ხა სერიოზული ავტორიტარიზმია, ეგ ხა სხვა საკითხია და ხო ხა იმიტომ რომ ბოლოს და ბოლოს კიდე ერთხელ ვიმეორებ 250 წლოვანი ინსტიტუციური მემკვიდრეობის ქვეყანაა, ფედერალიზმის სასამართლო ამას წინასაც წააგო სასამართლო ილინოისში ჯარს ვერ გზავნის. დიდი გზაა ხა რომ იმპერატორამდე და პუტინამდე და სიძინპინამდე დიდი გზა უკლია რა თქმა უნდა. ხო ეს ერთი რაც შეეხება მით ის საშუალებრივ არჩევნებს წააგებს თუ არა. ტრადიციულად პარტია რომელიც ხელისუფლებაში მოდის ბოლო დროს მით უმეტეს ასეთ პოლარიზებულ ქვეყანაში ალბათ წააგებს თუ არ წააგებს და იქ ორკაციანი უმრავლესობა ყავდა ხო შეიძლება შეინარჩუნონ თუ სასწაული მოხდა შეიძლება წააგონ თუ წააგეს ესეც უკვე ვიცით წინარე გამოცდილებით ნიშნავს რომ მისი დღის წესრიგის საბოლოო გაყინვას და თუ გავითვალისწინებთ ასე ვთქვათ დემოკრატიული პარტიის მილიტანტის ალბათ მესამე იმპიჩმენტიც არ არის გამორიცხული რაღაცა მიზეზს იპოვიან და შეიძლება მესამე ის კი არა რომ გამოუვიდეთ უბრალოდ რომ აი წინააღმდეგობა პროცესი შექმნა პოლიტიკური ხო პოლიტიკური ამაზე არის ხო შუა დისკუსია ნენსი პელოსის ინტერვიუ იყო სადაც მაგას ეკითხებოდნენ რომ ამაში დროის დახარჯვა ღირს თუ რაღაცა სხვაზე კონცენტრირება იმიტომ რომ ამ ტიპის პროცესის წამოწყებას მიაქვს მე მთელი პოლიტიკური დღის წესრიგი ხო თუმცა ჯერ ამის უნდა გაიმარჯვონ დემოკრატებმა მაგრამ ურთულესი საარჩევნო წელი ელოდება მიუხედავად იმისა რომ ეხა ეკონომიკურად კი ამბობენ რეცესიის წინა ზღვარზე ვართ მაგრამ ნუ ესე ერთ-ერთი მთავარი საკითხი რაც ამერიკელებს ადარდებთ დაწუხებთ ბენზინი ჯერჯერობით იაფია და ეს ვენესუელის ბლოკადა როგორ ჩაივლის და აი ესეც საინტერესოა ხა ვენესუელას ბოლოს და ბოლოს რას უზამს ვენესუელას ესეც ბევრია დამოკიდებული ერთი ნავთობის ფასაც სერიოზულად შეიცვლება მეორე სახმელთო ოპერაცია ალბათ არ უნდა თუ იქნება ეს ხანმოკლე ესეთი გამარჯვების მომგვრელი ომი მადუროს მოანცილებს ესე შეიძლება ხა გაყიდოს შიგნით რომ აი დიქტატორი მოვაცილე და რაღაცა სახელმწიფო ნავთობი დავიბრუნეთ არის ძალიან საინტერესოა ვენესუელას ხო ვენესუელას ნაწილი მართლა საინტერესოა როგორ განვითარდება მაგრამ ამასავე მინდა ვიკითხო რა ხდება მაგას ბანაკში აი მაგას რომელსაც ტრამპი არის ლიდერი ნამდვილად მაგრამ აშკარად გამოსცა რომ ეს ბანაკი იმას დიდია ვიდრე თავად ტრამპი ხო ეს არის მარტო ტრამპის შესახებ და არის დიდი შიდა დინამიკა ხო ეხა არის ესეთი ფრაქციონიზმი და ფრაქციული ომებია ეს გამოიკვეთა ანტიპარტიული ჯგუფები ხო ეს გამოიკვეთა ეს ჩარლი კირგის ორგანიზაციის ყრილობაზე ეგ სხვადასხვა სპიკერები და ნუ ისეთი თემები არის რომ ამას უნდა მიეცეს გამოცვლის უფლება თუ არა ეს ეგრეთ წოდებული აყავთ ეგეთი პროვოკატორი ასე ვთქვათ ნიკ ფუენტესი რომელიც ეს მართლა მე მგონი ნუ გამოკვეთილად სიგიჟეებს იძახის და უნდა გაინიკვეთოს თუ არ არის ამაზე დავა და კიდე ერთი ორი ასე ვთქვათ უფრო კომიკურობაში გარდამავალი კომენტატორი არის თუ არა სერიოზული ხო ეს შიდა ომები აქვთ რა თქმა უნდა შიდა იდეოლოგიური ფსევდოიდეოლოგიური რაღაცა ომები და ადრე თუ გვიან და ხა მე ამჯერა მესამე ვადის შესაბამისად დაიწყება ომი მემკვიდრეობაზე რა თქმა უნდა უკვე ეს ამაზე მიდის უბრალოდ აქ ჯერჯერობით გამოვლენილია რომ ჯეიდი ვენსი არის კანდიდატი მაგრამ დინამიკა არის სხვადასხვანაირი ხო შეუძლია რომ მას იყოს ამ მაგას გამოერთიანებული ეკუმენური ფიგურა რაც ტრამპი არის არა მე მგონია რომ არა მიუხედავად იმისა რომ იმიტომ რომ საკმარისი ქარიზმა არ აქვს
და მე მგონია საკმარის იმიტომ ხა მაგა იდეოლოგიური შემადგენელი მაინდამაც არ არის ხო იდეოლოგიური შემადგენლობა არის ესეც ვთქვათ როგორც არის უკმაყოფილება არსებული წესრიგი და არსებული ისტებლიშმენტით მაგრამ იმის მიღმა არანაირი ტარიფი მაღალი დაბალი ომი ანტიინტერვენციონიზმი მაგრამ ხვალ ვენესუელაში უნდა შევიჭრათ და ასე შემდეგ შესაბამისად ეს პოლიტიკური შემადგენელი ძალიან ისეთია რადიკალიზმს ასხივებს ვიდრე ტრამპიც და ესეც შეიძლება იყოს დამაზიანებელი იმიტომ რომ მიუხედავად ისა რომ ტრამპი ძალიან რადიკალური იყო ის მაინც თავის აერთა მაგალითად მან ძალიან არ მოეწონა როდესაც ლაპარაკი წავიდა აბორტის სრულად აკრძალვაზე იმიტომ რომ მან მიხვდა რომ ამით რაღაც ბაზას კარგავდა და თქვა რომ არა ის ამას მხარს არ უჭერს მაგალითად ხო და აი ესეთი კონცენტრირება რელიგიურ საკითხებზე ჯეიდი ვანსისგან უფრო მოსალოდნელია და ამით დაკარგავს ალბათ რაღაცა ბაზას რასაც ტრამპი და უკვე ლიბერტარიანული ფრთის ლიდერმა თუ არა ლიდერმა თვით გამოცხადებულმა ლიდერმა ბატონმა რენტპოლმა განაცხადა რომ მე აუცილებლად ვიბრძოლებ იმიტომ მგონია რომ ჯეიდი ვენსი არის მაღალი გადასახადების და ტარიფების მომხრე და რესპუბლიკური პარტია უნდა იდგეს დაბალ გადასახადებებზე და თავისუფალ ვაჭრობაზე შესაბამისად ეს საინტერესო პროცესები გველოდება კი ბატონო მადლობა ძალიან დიდი გიორგი ხატიაშვილი იყო ჩვენთან ერთად მისისიპის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების